უცებ მარტივად გეტყვით ახლა ვიბრაციის მიზეზს, როცა მანქანას აქვს ვიბრაცია მაღალ სიჩქარეზე. ამ დროს როგორც წესი, მიდიხართ ხელოსანთან და გეუბნებიან, რომ შესაძლებელი არის სამუხრუჭე დისკები. ზოგი გეუბნებათ სავალ ნაწილშია რაღაც, ზოგი გეუბნებათ ელასტიურია, მოკლედ. შეცვლილი გაქვთ ელასტიური, შეცვლილი გაქვთ კარდანი, შეცვლილი გაქვთ სამუხრუჭე დისკები, ეგრეთ წოდებული აპორნები. შეცვლილი გაქვთ სავალ ნაწილში ყველაფერი და პრობლემა არაფერში არ არის, მაგრამ მაინც აქვს ვიბრაცია. მერე რას აკეთებთ? მერე ცვლით საბურავებს, გეუბნებიან რომ საბურავებია დაბრეცილი, ან გეუბნებიან რომ ბალანსირება ჭირდება, ცვლით ამ საბურავებს, აკეთებთ ბალანსირებას, შეიძლება საერთოდ დისკებიანად შეცვალოთ საბურავები, მაგრამ პრობლემა მაინც რჩება. და ვერ იგებთ რა ხდება. ამ შემთხვევაში ყოველთვის 99%, როდესაც არც საბურავის პრობლემა, არც ბალანსის, კარდანი, ელასტიური, სამუხრუჭე დისკები, ყველაფერი რიგზე არის, სავალი ნაწილის ჩათვლით და ვიბრაცია არ ქრება მაღალ სიჩქარეზე. დაახლოებით 90-დან 120-130-ის ფარგლებში, მანამდე ვიბრაცია არ არის და მერეც უკვე ვეღარ გრძნობთ. ამ შემთხვევაში ყოველთვის დამნაშავე არის ეგრეთ წოდებული სტუპიცის პაჩევნიკი ხალხო. აი ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება აუცილებლად. ყველაფერი შეამოწმეთ, თუ გამართულია, ბალანსი არეული არ არის, პრობლემა არაფერი არ აქვს მანქანას, უნდა შეცვალოთ სტუპიცის პაჩევნიკი, ამან იცის ეს ვიბრაციები. სამუხრუჭე დისკებს არ შეეხება, მხოლოდ დამუხრუჭებისას იცის მაგან ვიბრაციები, ისე არა აქვს უბრალოდ. მაშინ აი ძალიან დაღუნული უნდა იყოს და ეგეთი რამე 100 შემთხვევიდან შეიძლება ერთიც არა, ალბათ ნახევარ შემთხვევაში იყოს, რომ მისი ბრალი იყოს და სანამ ძალიან მსხვილ დეტალებს მიადგებით, ესეთი როგორც არის კარდანი, აუცილებლად შეამოწმეთ, პირველ რიგში ბალანსირება და საბურავები არ იყოს დაბრეცილი, სავალ ნაწილში იყოს ყველაფერი რიგზე და პრობლემა როცა არ გვარდება, ეგრევე შეცვალეთ სტუპიცის პაჩევნიკები.